წლის 4 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო მართლმადიდებლობის ზეიმს აღასრულებს, ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა ლიტურგია აღავლინა ბათუმში სასაფლაოზე, სადაც 1861 წელს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მამულიშვილების ცხედრები განისვენებენ. სახურებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი. როგორც წესი, წმინდა ლიტურგია ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ შემთხვევაში სრულდება. ამისთვის საგანგებოდ გამოაბრძანებენ წმინდა ოდიქს, რომლის გარეშე ლიტურგიის აღსრულება შეუძლებელია. უამინდებამ და წვიმენარევმა თოვლმა ბათუმელები ვერ დააბრკოლა. მრავლად შეიკრიბა უსუსხლო მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობისთვის და გმირი წინაპრების უკვდავი სულების მოსახსენებლად. მართლმადიდებლობის ზეიმმა თითქოს ყველა ჩვენგანი საქართველოს ზეციურ და მუზეუმე ეკლესიას შეგვაერთა, რათა დიდი მარხვის ასპარეზი კეთილად გავიაროთ, ვიმარხულოთ, დაუძლიოთ განსაცდელები, მთელი სისრულით შევიგრძნოთ უფლის ჯვარცმა და განწმენდილები შევეგებოთ მის დიდებით აღდგომას. მნიშვნელოვანია ის რომ მართლმადიდებლობის ზეიმი აღსრულდა აი ამ ადგილზე, აი ამ წმინდა ადგილზე, სადაც განისვენებენ სამშობლოსათვის თავდადებული ერთგული მამულიშვილები. 1921 წელს აქ ბათუმისათვის, აჭარის გათავისუფლებისათვის, დედა სამშობლოს საქართველოს წიაღში დაბრუნებისათვის მათ ყველაზე ძვირფასი გაიგეს, რასაც სიცოცხლე ჰქვია და ისინი გმირულად დაეცნენ და მეტად სამწუხაროა, მეტად სავალალოა ის, რომ 1921 წლიდან მოყოლებული და თითქმის დღემდე მათ არ ეღირსათ საფლავზე, საფლავის სხვაც კი მოგვიანებით მათი საფლავი იქნა ბოლშევიკების მიერ შეურაცხყოფილი და აღმართული იქნა ვარსკვლავი. ამით ფაქტიურად აჩვენებდა, რომ ისინი ვითომ ბოლშევიკები იყვნენ. უფრო მათი საფლავი იქნა მთლიანად იქნა გახსნილი მათი საფლავი მართლაც საშვილიშვილო, მართლაც საგმირო საქმე იქნა აღსრულებული და მათი საფლავი ისინი პატივით იქნა მათი თაყვანისმცემლის, მათი პატივისმცემლის ადგილი. თულია ის მდგომარეობა, ის გარემოება, რომ არის განზრახული, რომ ბათუმში აშენდეს აბდულ-აზიზის მეჩეთი და აზერთა თანხმედრა თანადგომა როგორც მუსლიმანი ქართველების, ისე ქრისტიანების. რამეთუ არაერთხელ თქმულა და კვლავ გავიმეორე, რომ ის იყო ერთ-ერთი სისხლიანი დამპყრობელი, რომელმაც სისხლის წვიმა აწვიმა აჭარას, რომელმაც სისხლის მდინარეები ადინა და მეტად მძიმეა ის, რომ უნდა არის სურვილი მისი ამ მეჩეთის აღმართვისა, რამეთუ ეს იგივეა, რაც შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოში ტახელებისათვის შაჰ-აბასის, იგივეა, რაც მურმაყრუს, თეპურლენგის და ასე შემდეგ. ღვთის მადლი, ღვთის წყალობა იყოს თანამავალი, თანამგზავრი ჩვენი ცხოვრებისა. ღვთის მადლით, ღვთის წყალობით გაძლიერდება, გამტკიცდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, ჩვენთან აზროვნებს.